შემოგვერთდა სიონის საკათედრო ტაძრის შერეული გუნდის რეგენტი ქალბატონი მარიამ ძელური. ქალბატონი მარიამი გუნდს 1982 წლიდან ხელმძღვანელობს და ცხადია მას ბევრი ისტორია აკავშირებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. დილამშვიდობის ქალბატონი მარიამ, გმადლობთ რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. რა თქმა უნდა, თავდაპირველად გისამძიმრებთ მისი უწმინდესობის გარდაცვალებას. ქალბატონი მარიამ, როგორც აღნიშნეთ, 1982 წლიდან ხელმძღვანელობთ შერეულ გუნდს, მაგრამ მანამდე რომ ვთქვათ, როგორ იყო თქვენი პირველი შეხება, პირველი გაცნობა უწმინდესის? პირველ რიგში მოგესალმებით. მართლა ძალიან დიდი ადამიანი დაკარგა საქართველომ და მთელ საქართველოს უსამძიმრებ ამ დანაკარგს. ჩვენ დავკარგეთ მარტო სულიერი მამა კი არა, ძალიან დიდი გულმხრუალე მლოცველი საქართველოსთვის და მისი სიტყვები ყოველთვის მახსენდება. მოასწარით, სანამ ცოცხლები ხარ, სიკეთის კეთებაო. ეს იყო ადამიანი, რომელიც მარტო ის კი არა, რომ იყო უნიჭიერესი ადამიანი, როგორც იცით, მან უკვდავი საგალობლები შექმნა, ხატავდა. ამ დროს იყო ძალიან დიდი დიპლომატი. უბრძენესი ადამიანი. მან საქართველოს იმ პერიოდში, როცა ის ეკურთხა მღვდელმთავრად და პატრიარქად, იმ პერიოდს მან დაარქვა მზიანი ღამე, იმიტომ რომ იყო საშინელი პერიოდი, ხალხი იყო დაბრკოლებული. წარმოიდგინეთ, იგი ეკლესიაში შესვლა ბევრს უნდოდა, მაგრამ ეშინოდა, იმიტომ რომ სამსახურებიდან, უმაღლეს სასწავლებლებიდან რიცხავდნენ ხალხს. მე არ დამავიწყდება აი ეს ნაირენა ჩხატაშვილი ზუსტად გარდამოხსნაზე რო გალობს წითელ პარასკევს კონსერვატორიდან გამორიცხეს იმის გამო რომ ეკლესიაში გალობდა და ეს რო გავიგე მე გავგიჟე მე ვთხრა მე ნაირა რასამო უნდა და შენავერთიო ანუ ესე იგი იმდენად აი წარმოიდგინეთ როგორი პერიოდი იყო და მე თვითონ 78-79 წლებში გალობდი ქაშვეთის ტაძარში და მაშინ იყო ჩვენ ეს მიტროპოლიტი ქორეპისკოპოსი იყო ესა ეპისკოპოსი უпроსოროდ ქრისტეფორე წამალაიძე და შობა ღამეს გვითხრა რომ წავიდეთო პატრიარქსო შობა მიულოცოთო და მე საღამო არ დამავიწყდება არასოდეს 78 წლის შობა იყო ესე მახსენდება რომ შევედი ჯერ საპატრიარქო იყო სიონთან მაშინ და ესე იგი ადამიანი ანათებდა ნუ ესე იგი ულამაზესი აი ეს შავი კუპრივი თმა ეს ცოტა შევერცხლი ესეთი წვერი ხო და გაუხარდა და ნუ ეს დედები რომ ეს ტყილოულს და სასმელს დადიოდნენ და ესე გიმასპიძლდებოდნენ ნუ სამოთხეში მეგონა თავი რა ნუ აი ეს პირველად რომ ნახე და მე 1980 წლიდან უკვე თვითონ დავიწყე სიონში გალობა უსასყიდლოდ გალობდი ხო და მე 82 წლიდან გამოცხადება მქონდა მე და ეს ისეთი ნუ ღამე ვხედავდი აშკარად რომ პატრიარქმა როგორ ამიყვანა მაღლა და აი სიონში რომ შემოხვიდოდი აივანი იყო ესეთი სადაც გუნდი გალობდა ხო და მარჯვნივ იყო კარები მესანთლე იჯდა იმის უკან და აი ესეთი პატრიარქმა ესეთი შევედი სიონში და ხედა პატრიკი წამოვიდა ჩემსკენ და მანიშნა რომ წამომღევიო და რომ ავედით ამ კიბებზე დახვეული კიბები ადიოდა რკინსკები აივანზე მაგრამ რომ ავედი ძალიან მაღლა ავედი და უკვე მაღლა ვიყავით რაღაცას ხო და ვიყურები კაცო ეკლესიასა დარჩენდა და პატრიარქმა დიდი გალია იდგა თეთრი მტრედების გალია და იქიდან გამოიღო დიდი წიგნი მომაწოდა ეს თქვენო ну, რა თქმა უნდა, ესე გამეღვიძა და ვფიქრობდი და ეს რას უნდა ნიშნავდეს და ზუსტად შობა შობა რაშუაშია. ნერვიულობ მაპატიეთ. როდესაც მიბრძანდით? შაბათი საღამო იყო და დავდექი ხა გუნთან და ჩოლობ გალობდა ამ დროს ზარების ეკვატდა და პატრიარქი შემოვიდა სიონში და გუნთან არავინ არ არის. ну, რა თქმა უნდა, ხა მე ყველა ინერვიულა და ну, ისე მოხდა რომ მე მომიწია წუხრის ჩატარება და ნერვიულობდი ძალიან და ამ დროს გავიგე რომ კიბებზე ამოდის мама პავლე ბერიშვილი. ხო და მე ვთხარი мама პავლე წუხრი ხო ჩავატარე ხა ცისკარი მეთქი ვიღაცამ გააგზელოს და რატო ნერვიულობო კაცო რომ დაიხურო ახსალის კარებიო გამოიხედა პატრიარქმა და ეგ პატარა გოგო ვინ არისო мама პავლე იქ ხელებს რო იქნასო და ეგ გოგო მან და გალობსო ხო და გადაეციო დღეიდან ეგ იქნება მაგათი რეგენტიო
აი ეს ჩემი აი როგორ აცხადა და მე მის მერე ვარ რეგენტი. მე 85 წელს მოხდა ისე რომ პატრიარქმა დაგვიბარა პატრიკის ძმისშვილი იყო მეუფე დიმიტრის ძმა გოგი შიოლაშვილი გეცოდინათ რომ გარდაიცვალა ჩემი მეუღლის მეგობარი იყო და ერთხელ უკვირას დამიბარეს რომ პატრიკი გეძახისო და რო შევედი ავედი ისე შევიხედე ოთახში და მოდიო აქაო დამიცახე შემოდი აქაო და ვინ არის მოხევი ბიჭი რო გაკითხავსო და მე ვთქვა ნუ ხო და მოკლედ მითხრა რომ მეორე დღე საერთოდ ორშაბათობით იყო ერის პარაკლისი. ხო და გელოდებითო მითხრა პარაკლისის მერე და ნუ რო ავედით მე და ჩემი მეუღლე იცნო რა თქმა უნდა ჩემი მეუღლე იმიტომ რომ სიონის მრევლი იყო და თავის ძმისშვილის მეგობარი და გამოკითხა რას აპირებდა და ჩემმა მეუღლემ უთხრა რომ მაშინ 11 თებერვალი იყო და დაკეტილი იყო ყაზბეგის გზა და ვერ ჩამოდიან ჩვენები და მე გაგიწევთო მამობასო მე რომ ძე მარხვა მოდისო გადადებული საქმე არ ვარ გაუ და აი ეს ბეჭედი უჯიდან ამოიგო და მომეც შენი ხელი და გამიკეთა ავედით მე სუფრა გაგვიშალა და ყველაზე აი ნიშანდობლივი რა არის იცით რომ აი ეს დღე მე არ დამოვიწყება ღამის 12 საათზე სიონი გააღებინა უწმინდესმა და ჩამქრა მარტო მხოლოდ კანდელები ენთო და მე და უწმინდესი წმინდანინოს ჯვართან დაჩოქილები ის ლოცულობდა და გალობდა და მითხრა ამყევიო შენцо და გალობდი და ლოცულობდი წარმოგიდგენიათ აი ეს დღე არ ვიცი მე ორშაბათს მოხდა ეს დღე და ხუთშაბათსო ჯვარს დაიწეთო და აი ესე ნუ ფაქტობრივად მამობა გამიწია და ჩემთვის ეს არის მეორე დაობლება მე არ დამავიწყდება ესე იგი ეს დღე იყო რაღაცა საოცარი. დიახ. ქავტან მარიამ ახსენეთ უწმინდესის საგალობლები და ყველამ ძალიან კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა მისი უწმინდესობის დამოკიდებულება მუსიკის მიმართ ძალიან კარგად იციან ის საგალობლები რომელიც უწმინდესმა შექმნა. თქვენ როგორც აღნიშნეთ 1982 წლიდან მოყოლებული რეგენტი ბრძანდებით ხომ? საინტერესო არის თვითონ რამდენად იყო ხოლმე ჩართული მისი უწმინდესობა რეპეტიციებს რამდენად ესწრებოდა, რამდენად გაძლევდათ რჩევა დარიგებას თუ რომელი საგალობელი უნდა შესრულებული იყო. აი ეს ყველაფერი რომ გაიხსენოთ. ხო, აი იცით რა იყო, ესე იგი ჩვენ გუნდის კონსულტანტი იყო ბატონი გივი მუნჯიშვილი, სახელმწიფო კაპელის დირიჟორი, მაესტრო და ყოველ რეპეტიციაზე გვესწრებოდა და ნუ რა თქმა უნდა შენიშვნებს გვაძლევდა რაღაცას გვისწორებდა და საოცარი ის იყო რომ რეპეტიციებზე ხშირად თვითონ პატრიარქი გვესწრებოდა, აინტერესებდა რა ხდებოდა, როგორ გალობთ. ნუ ერთადერთი აი მე აი ეს რო არ დავუნიშნო არ შემიძლია ბატონი სოსო კეჭეყმაძე რომელმაც პარტიის ბილეთზე უარი თქვა. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ იმ პერიოდში ყველას ეშინოდა, იცით, კომუნისტების დრო საგალობლების დაწერა და დაუდგა გვერდში პატრიარქს და ნუ ეს კარგად იცის ჩვენ რამხელა უკდავი საგალობლები შექმნა ჯვარის ტვირთველო ღვთისმშობლის წირხვედი ღვთისკურთხეული ქართველიერი აი ძალიან ბევრი საგალობლები და საოცარი ის არის რომ ძალიან ხშირად წერდა აი პირდაპირ მაინც შერეული გუნდისთვის ბევრ საგალობლებს რამდენი ნოტები მაქვს თავის ხელით დაწერილი აი მაგალითად დამარხულას ენაი ქართული ეს ლაზარე შაბათის საგალობლები ეს არავის არ არსებობდა ეს საგალობლები სოსუმ დაწერა ბატონმა სოსუმ და მე აი ეს რო არ გავიხსენო არ არსებობს აი პატრიკის 80 წლის იუბილეი იყო და ძალიან მინდოდა რომ პატრიკის გამეხარებინა და რაღაცა ახალი შექმნილიყო და ბატონ სოსოს თხოვეს ბატონ სოსო მეთქი იქენ პატრიკ გავახარო და ხო ტექსტი მინდაო და მაშინ მეუფე თადეუზი ცოცხალი იყო იორამაშვილი და მითხრა რომ ისაო მეუთხარი მეუფე მეთქი იქენ რამე თქვენ ლექსი და არჩიო შენო და ის ლექსი მეუფე დიდო გველმთავრო ჯვარის ტვირთველო ეს ძალიან მომეწონა და მიუტანე ბატონ სოსოს და ეს შექმენი და ნუ რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდა და აი ამ 3 წლის წინ ესეთი დაუძლურებული ეს არ დამავიწყება 3 წელი და 2 თუ 3 წლის წინ სიონში მოხდა ისო რაღაც დღესწაულზე შემობრძანდა უწმინდესი და ამ დროს სიმონ ჯანგულაშვილის სამების გუნდიც იყო სიონში და ორივემ ერთად ეს საგალობილი შევასრულე და დედა ბარბარისს უთქვია რომ იმხელა ძალა ვიგრძენიო და ენერგიაო რომ დედა ბარბარი მითხრა როცა მოვა პატრიარქიო სუესი გალობეთ რომ გავახაროთო იმდენად გაუხარდა აი რაღაცაც ძალიან ისეთი სადღესასწაულო და ისეთი ენერგია რაღაც ძალიან კაი გამოვიდა ეს საგალობელი და
თავად როდესაც რეპეტიციებს ესწრებოდა მისი მხრიდან რჩევა დარიგება. რა თქმა უნდა, სულ აინტერესებდა და შენიშვნებსაც გვაძლევდა და საოცარი ის არის, რომ ყოველ დღესასწაულზე განსაკუთრებით შობას და აღდგომას სიონში ჩვენი გუნდი რაღაცა ესეთი შემაღლებულ იმებზე რაღაცა დანადგარები იყო, ესეთი ამოქონდათ ხოლმე ქვემოთ სადაფიდან და თვითონ ხელმძღვანელობდა როგორ უნდა დაედგათ. ეს წარმოგიდგენიათ? აი თვითონ ყველაფერი აინტერესებდა. სად ვინ იდგებოდა, როგორ ვიგალობებდით, როგორი ხმოვანება იქნებოდა, რა ჯობდა. როგორი ტაძარი ყველაფერში იყო ჩართული. და ძალიან და მე ყველაზე საოცარი ის არის, რომ აი მე არ შემიძლია არ გავიხსენო ეროვნული მოძრაობა. მთელი საქართველო პატრიკმა შემოაბრუნა ეკლესიისკენ. მთელი მეცნიერები, პედაგოგები, სტუდენტები, მთელი საქართველო და კიდევაც აგეთ დღეს გამოჩნდა მისი სიყვარული, როგორ დააფასა ქართველმა ერმა და მართლა კი დავობლდით. მე პირადად 2005-ში რო გადავიდა სამებაში, ვტირობდი ძალიან განვიცადე, სიონიდან წავიდა და მივწერე რომ უწინესო მამა აღარ ამყავს და მეორე დამაობლებ მეთქი. ძალიან განვიცადე და მარტო მე კი არა, თელმა საქართველომ დაკარგა ზრუნველი მამა და დიდი მლოცველი, მაგრამ ბედნიერები ვართ, თუ ზეცაში ყავს ახლა ჩვენი უწმინდესი. დიახ. ქალბატონი მარიამ, გალობას რომ მივუბრუნდეთ, ისე თუ ქონდა გამორჩეული საგალობელი მის უწმინდესობას, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა და თქვენ რა ისწავლეთ უწმინდესთან ურთიერთობით, თუნდაც იგივე გალობის კუთხით, რა შეგძინათ მასთან ურთიერთობა? იცით, აი მაგალითად წმინდა უღმერთო წლების განმავლობაში, აი თავიდან უკვე რეგენტი რო გავხდი, მაშინ იმ პერიოდში თვითონ მითხრა, რომ აი ეს მე დავწერე ესაო და ესე მოკრძალებულად მითხრა და იმ დღიდან რა თქმა უნდა, რომ წლებია უკვე წმინდა უღმერთოს გალობდა, ძალიან უხაროდა, რომ რაღაცას აი მეც ვცდილობდი, აი მოწყალებისაკარი მაგითი ხვდებოდით ხშირად, პატრიარქს და უხაროდა ძალიან. მამაო ჩვენო ერთხელ უნდა გავიგე რომ და მოსულიყო და ჩქარა გავაკეთეს სიუნმა მითხრა რომ ეს ახალი საგალობელია უკვე სამებაში იყო პატრიარქი გადაბრძანებული ჩქარა გავაკეთეს მამაო ჩვენო აი ვცდილობდი რომ ყველანაირად აი ეს გამეხარებინა რაღაც ახალი გამეკეთებინა რაც პატრიარქს გაახარებდა და რა თქმა უნდა იმასაც უხაროდა რომ რაღაცას ახალს რო გავაკეთებდით სულ აინტერესებდა რომ ჩვენ რაღაცა ახალი გავგეკეთებინა და პატრიარქი გავგეხარებინა და მე კიდევ ერთი თუ არის დრო ერთ შემთხვევას გავიხსენებ სახელმწიფო კაპელაში მღეროდი ხო და გასტროლებზე მიწევდა ხშირად სამოგზაურო წასვლა და ერთხელ ჩამოვედი და დამიბარა და ესე მიყურებს და შენო ხო ხარო მორწმუნეო და ეხლა დავიბენი რა ვიცი მეთქი და შენო ხარო ორი ღმერთის მსახურიო ნახევარი ღმერთისა და ნახევარი მამონასიო და ვაიმე რატომ მეთქი უწმინდეს აქ მოდიხარ კაცო ღმერთს უგალობ და მე მიდიხარ და იმ არაწმინდას ახარებ ეკა ანუ სახელმწიფო კაპელა ძირითადად მთავრობის დასწავლებზე პარტიის შეკრებებზე და იმ დღესასწაულებზე ღეროდა და ხო და ანუ იქ ეშმაკს ადიდებო რა და თუ კიდევ დიდი ხანიო მიატოვებო გუნცო მე იძულებული გავხდები აქედან გაგიშვაო თქვენ წარმოგიდგენთ ეს ჩემთვის იყო შოკი და მე ძალიან ვილოცე და უფალს ვთხოვდი რომ იქნებ ისეთი სასწაული მოხდეს რომ მე უმტკევნოდ მივატოვო ერის სამსახური ანუ იქ მეთქი მართლა ღმერთის ის არის სურვილი რომ მე პატრიკისენით რომ მე საერო სამსახური მივატოვო და ხმა დავკარგე სამი თვე ჰაერია მომდიოდა ტონს ვერ ვაძლევდი გუნდს და ნუ მივხვდი ეს რა ნიშანიც იყო ანუ უფალთან რომ ვილოცე მომაწოდა რომ შენ თხოვეო რა და დავწერე განცხადება და წამოვედი რომ უთხარეს უწინდეს ისე მახსოვს გადაიხარხარ ანუ იმან ყველაფერი იცოდა წინასწარ ის ყველაფერს გზნობდა ანუ იმის ლოცვით მოხდა რომ მე ერის სამსახური ანუ სახელმწიფო კაპელა მივატოვე და წამოვედი და შემდგომ უკვე ხმაც დაგიბრუნდათ რა თქმა უნდა ვაიმე როგორც კი დავწერე განცხადება წამოვედი გაუკვირდა გივი მუჯიშვილს რატომ მიდიხარო ხა წამყვანი ალტი ვიყავით და აი მოთხარ ესეა ბატონო გივი საჭირო არ ვკითხოთ მეთქი
კიდევ არაერთი სასწაული შეიძლება გაიხსენოთ ქალბატონ მარიამ, რა თქმა უნდა და არაერთი სასწაული, მოგონება ძალიან ბევრი სასწაულების სასწაულები. თუმცა ჩვენ შეხვედრა დასასრულს მივახლოვდა უკვე და მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ უღრმესი მოგზავნით მადლობა. და გაიხსენეთ ეს არაჩვეულებრივი წამები და ეს არაჩვეულებრივი დღეები და კიდევ ერთხელ გვამოგზაუროთ ასე ვთქვათ მის უწმინდესობასთან ერთად. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის.